სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა, სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ჩემო ძვირფასებო, დიდ მარხვის მესამე კვირა გახლავთ, ხოლო მესამე კვირა ყოველთვის არის ჯვრის თაყვანისცემა. თქვენ ალბათ შენიშნეთ და გაგიხარდათ, რომ სამი შემოსილი მოძღვარი გემსახურებოდათ თქვენ. ღვთის წყალობით ღმერთმა ინებოს აღდგომას 4 მოძღვარი შევიბოსოთ და მამას ზაზაც ჩვენთან ერთად ყოფილიყოს გამოჯამთელებული და სრული შემადგენლობით ვადიდოთ ღმერთი და განვადიდოთ ყოვლადწმინდა სამების სახელი. ჯვრის თაყვანისცემა ეს არის დღესასწაული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ წელიწადში 3 განსაკუთრებული დღეა მიზღვნილი ჯვრის, ასე თქვათ, სადიდებლად. პირველი არის სექტემბერში, ჯვრის ამაღლება, ეს ყოველთვის ერთი და იგივე დროს არის 27 სექტემბერს, ხოლო თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა ყოველთვის არის დიდმარხვის მესამე კვირა და ასევე წითელი პარასკევიც მოგეხსენებათ არის, ასე თქვათ, სხვადასხვა დროს. აი ამ დროს განსაკუთრებით ყველა მორწმუნე ადამიანი, ქრისტიანი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ჯვართან მიახლოვებაში, ჯვართან დამოკიდებულებაში. ხოლო დღეს არა გლოვის დღე, არამედ სიხარულის დღეა. წმინდა მამებმა განაჩინეს, რომ თუ ჩვენ კარგად მარხულობთ, ანუ კარგი მარხვა ნიშნავს არა კარგ კვებას, არამედ კარგ ლოცვას, მეტანიებს, ეფრემასურის ლოცვის წაკითხვას, კარგად მოძიებას არა სხვაში, არამედ საკუთარ თავში, საკუთარი შეცოდებების რწმენით მოსვლას ეკლესიაში, აღსარების თქმას და ზიარების მიღებას. სამი კვირა მაინც გარკვეული დროა და აი ამ პერიოდში ადამიანს გარკვეული გამხნევება სჭირდება და აქედან გამომდინარე ეკლესიამ დაადგინა, რომ ადამიანმა გარკვეული ნუგეში მიიღოს, შეამკვეს ჯვარი, აი როგორც ჩვენ გუშინ შევამკეთ, ყვავილებით და ნუგეშისთვის თქვენს, ასე თქვა, დასამშვიდებლად, რომ თქვენ იგრძნოთ გარკვეული შემწეობა ღვთისაგან, დაბრძანებულია შუა ტაძარში და თელი კვირის განმავლობაში ასე იქნება ტაძარში დაბრძანებული ჯვარი და თქვენ შეგეძლებათ ყოველთვის მოხვიდეთ და ეამბოროთ თაყვანისცეთ მას. ასე თქვა, გარკვეული ადამიანები, ჩვენ ვეძახით მწვალებლებს, გვდებენ ბრალს, რომ წმინდა წერილში წერიაო, რომ თაყვანისცემა ეგების მარტო ღმერთს და არ შეიძლება ჯვრის და ხატების თაყვანისცემა. რა თქმა უნდა, მათ არ იციან რა თაყვანისცემაზეა ლაპარაკი და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა საუბარია ღვთის თაყვანისცემაზე, ღვთის თაყვანისცემა მსახურებაში გამოიხატება. ანუ თუ შენ ღმერთს თაყვანს სცემ, როგორ უნდა ასე თაყვანი, ხო? უნდა ემსახურო მას. და მსახურება ნიშნავს ლოცვას, აღსარებას, ზიარებას და სიარულს ეკლესიაში. რაც შეეხება ჯვრის თაყვანისცემა და ხატის თაყვანისცემა, ეს გამოიხატება პატივისცემაში. ანუ მე პატივს ვცემ ხატს და ჯვარს, ეს არის ჩემი თაყვანისცემა ამ წმინდა საგნების მიმართ. გავარჩიეთ, ხო? თაყვანისცემა უფლის არის მსახურება მისი, თაყვანისცემა ჯვრისა, ხატისა და სხვა წმინდა ნივთებისა არის პატივისცემა. პატივისცემა თაყვანისცემის გარეშე არ არსებობს და თაყვანისცემა პატივისცემის გარეშე არ არსებობს. და ასევე მოყვასის პატივისცემაც ამაში გამოიხატება. თუ ადამიანს ეუბნები, რომ მე შენ პატივს გცემ და მიყვარხარ, უნდა ემსახურო მას. და რა ისე თქვა, თუ შენ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ, თუ შენ არ გიყვარვარ, არც მე არ მიყვარხარ. გჭირდები, მეც მჭირდები, თუ არ გჭირდები, არც მე არ მჭირდები. ესეთი ეგოისტური დამოკიდებულება არ უნდა იყოს. თუ შენ ემსახურები ღმერთს, ემსახურები მოყვას და თუ ემსახურები მოყვას, ემსახურები ღმერთს. მე მგონი ძნელი გასაგები არ არის. ჩვენ არ ვემსახურებით ჯვრებს და ხატებს, ჩვენ თაყვანს ავცემთ, ანუ პატივს მივაგებთ. დღევანდელი წაკითხული სახარება ძალიან საინტერესოა. 4 საფეხური, რომლითაც ჩვენ ღმერთთან მივდივართ ახლოს. აი პირველი დღეს ეს სახარება კარგია რომ იცოდეთ ზეპირად, ეს არის მარკოზის მერვე თავის 34 მუხლი. ვისაც უნდა რომ შემომიდგეს მე, გინდა თუ არა, არა, ვალდებული ხარ, არა, არ გაძალებ. ჩვენი ღმერთი არ არის, ასე თქვათ, ალაჰი, ჩვენი ღმერთი არ არის ბუდა, ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე, რომელიც გეუბნება თუ გინდა რომ შემომიდგე მე, ანუ შენ თავისუფალი ნება მოგცა ღმერთმა. სულაც არა ხარ ვალდებული რომ შემომიდგე მე, მაგრამ თუ შენ ადამიანი ხარ, ჰომო რელიგიოსი ხარ. ჩვენ გვასწავლიდნენ რომ ადამიანი ჰომო საპიენია, რა თქმა უნდა,
homo sapiensia ადამიანი, მაგრამ მარტო homo sapiens, ანუ გონიერი არ არის მარტო. თუ გონიერია, homo religiosიც უნდა იყოს. თუ გონიერი ხარ, უნდა მიხვდე, რომ შენ შემომქმედი ყავ და შენ პირუტყვი არ ახარ, ცხოველი არ ახარ, თევზი არ ახარ და ფრინველი არ ახარ. თუმცა ვიღაცებს გონია, რომ არიან. რომ ჩვენ არ აგონია, ჩვენ ვიცით, რომ ხატება ვართ და მსგავსება უნდა გავხდეთ და თუ გინდა რომ მსგავსება გახდე, უნდა შეუდგე ღმერთს, იმიტომ რომ შედგომილი არ ახარ, აი თუ თქვენ გახსოვთ, ახლა ვიცი რომ გარკვეულ დროს იყავით ნათლიები და ალბათ იქნებით კიდე ნათლიები, აი ძალიან საინტერესო მომენტია ამ დროს. ღმერთის მღვდელი ეუბნება ნათლიას და თუ პატარაა მიმრქმელი, ნათლია პასუხობს მის მაგივრად. ჯერ ეუბნება ნათლია შედგომილ ხარ ქრისტეს და რა თქმა უნდა პასუხობს შედგომილ. აქ ძალიან დიდი სიცრუეა ხშირად ტყუილად პასუხობენ ამას, რომ შედგომილი ვარ. ამ დროს არ მარხულობენ, არ ეზიარებიან, არ დადიან ეკლესიაში და მერე ეკითხება, ვინც უნდა უკვე მოინათლოს. თელი ნათლობის შინაარსი ეს არის შეუდგები ქრისტესა და შეუდგები. აქაც იტყუებიან ნათლია და ნათლული ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ნათლობის მერე არაფერი არ იცვლება მათ ცხოვრებაში. ისეთები რჩებიან, როგორებიც იყვნენ. და აი რა გჭირს ჩვენ აი მივხვდით ამ მდგომარეობაში. პირობა მიეცი ვის? ერთარსებას ამპიროვან ღმერთს და ატყუებ. ტყუილში ცხოვრობ. ეს რომ ასე აღარ მოგდეთ, ალა გაიხსენეთ თქვენი პირობა ნათლობის დროს, როცა იყავით მიმრქმელები, ან იყავით მოსანათლები. ეს პირობა შეიძლება ეხლა დაიწყო ამ პირობის შესრულება. რომ შეუდგები, გეკითხებიან, კი, სამჯერ პასუხობ, რომ შეუდგები. ამ დროს ეშმაკი კვდება სიცილით და იცის, რომ შენ ამ ყველაფერს ტყუილად ლაპარაკობ. ეს ყველაფერი ტყუილი რომ არ იყოს, აი ამიტომ დღევანდელი სახარება შეგახსენებს, რომ ქრისტე გეუბნება შენ, რომ გინდა, რომ შემომიდგე. რა არის გასაკეთებელი? უარყავ თავი თვისი, მთელი ქრისტიანობა დგა ამაზე. ანუ მიხვდი, რომ შენ ხარ დაცემული, ცოდვილი და უარი უთხარი შენ თავს, რომ მე აღარ უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდი, აღარ უნდა მეზარებოდეს, აღარ უნდა ვიგინებოდე, აღარ უნდა ვიყო შურიანი, აღარ უნდა ვიყო ზარმაცი. ადრეც გითხარით და მინდა ეხლა ბევრი ადამიანი პირველად არის, ან არ ახსოვს, ადამიანს ორი ნებელობა გააჩნია. ეს არის ძალიან საინტერესო, მისი ბუნებითი ნებელობა და პიროვნული ნებელობა. აქავე დავძენ, რომ ხოთ ქრისტიანობაშია ადამიანი პიროვნება. არც ისლამში, არც იუდაიზმში, არც სხვა რელიგიებში პიროვნება იქ არ არსებობს. აი ბუდიზმში რა არის, რომ როგორც მარილის გუნდა, რომ ზღვაში ჩაყარო, ხო, ისე ვთქვათ, გაიშლება და დადნება. ასე აი ადამიანი ნირვანაში გადადის და შეუერთდება ვითომ პირველ საწყის. მაგრამ ჩვენთან ასე არ არის. ჩვენთან ღმერთს პირდაპირ ურთიერთობა აქვს შენთან და გეუბნება, აი მე შენ მოგმართავ, გინდა ჩემთან, უარყავ თავი შენი. რას ნიშნავს ბუნებითი ნება და რას ნიშნავს ჰიპოსტასური, ანუ პიროვნული ნება. ბუნებით მე ვარ ადამიანი, მშია, მწყურია და მინდა ფიზიოლოგიური ურთიერთობებით დავიკმაყოფილო. აი თქვათ მომშივდა და მინდა გოჭის ხორცი ეხლა. ჩემ ბუნებას უნდა გოჭის ხორცი და კარგი ცხელი ხინკალი. მაგრამ პიროვნული ნება მეუბნება, ეხლა მარხვა და არ შეიძლება. ანუ შენ პიროვნება ხარ მაშინ, როცა შენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს ეტყვი უარს და იტყვი რომ ის ქალი კი მომწონს, მაგრამ ის ქალი ჩემი ცოლი არ არის. ეხლა მე კი მინდა ეს წვადი ვიჭამო, მაგრამ ეხლა არ შეიძლება. აი როგორ არის, როდის ახარ ადამიანი და როდის ეუბნები ძველ ადამიანს უარს იმ მოთხოვნილებებს და ვინც ამბობს არ შემიძლია რომ მარხვა შევინახო, არ შემიძლია რომ თქვა უარი, ის პიროვნება უკვე ფაქტიურად აღარ არის და ის არის ლუარსაბი და ის არის დარეჯანი. ეს უთხარი თქვენ სახლობლებს, ვინც ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც უარს ვერ ამბობს რაღაც გარკვეულ მოთხოვნილებებზე და ასეთი მცდარი შეხედულებაც არსებობს, რომ თუ მოგინდება, როგორ არ უნდა ჭამო, იმიტომ რომ ცოდვა თურმე რომ მოგინდება, რომ არ ჭამო, ან არ იმრუშო, ან არ მოიპარო. ასე სულელია ხალხო. ეს საიდან მოდის? საიდან მოდის? ეშმაკიდან მოდის, ხო? როცა მოგინდება და აკეთებ ცხოველი ხარ, ხო? ცხოველები როცა უნდა, მაშინ აკეთებენ ყველაფერს. თუმცა მათაც უკვე რაღაც გარკვეულ სკოლებში დაყავთ ძაღლები და იმათაც უკვე იციან, რომ იქ მოსაქმება არ შეიძლება და გარეთ გადიან და სინანულის გამოხატულებაც კი ისწავლეს, მაგრამ ვერასოდეს ცხოველი ადამიანი ვერ გახდება. ვერასოდეს ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს. აი ინტერნეტში მე ვნახე კადრები, ცხენს მიუტანეს ფოტო, ცხენის და სხვა ცხოველის და საკუთარი თავი ამოიცნო გორილამ საკუთარი თავი, ამოიცნო სპილომ საკუთარი თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სპილო რომ მიხვდება, რომ სპილოა,
თქვათ რაღაცაზე თქვას მან უარი, მას ყოველთვის შეა და ის ვერ იმარხულებს ვერასოდეს. ძაღლი ვერ იმარხულებს, ცხენი ვერ იმარხულებს ვერასოდეს. და ადამიანს შეუძლია უარი თქვას საჭმელზე. და ადამიანი იტყვის უარს გემრიელ საკვებზე, იმიტომ რომ მარხვა მას არავინ არ უყურებს, მაგრამ ის არ აკეთებს ამას. აი მაშინ ახარ შემდგარი პიროვნება და მაშინ შეიძლება ითქვას, რომ შენ უარი თქვი ძველ კაცზე და უკვე როგორც პავლე ამბობს, მე ჩემში აღარ ცხოვრობს ძველი კაცი, ჩემში ცხოვრობს იესო ქრისტე. ანუ ის არსება, რომლის გამოც მე უნდა თქვა უარი ძალიან ბევრ რაღაცაზე. მე მგონი გასაგებია. აღიღოს ჯვარი თვისი. აქ ძალიან საინტერესო მდგომარეობა. ახლა ვინმე იტყვის, თუ დაკვირვებით წაიკითხავ, ჯერ ქრისტე ჯვარცმული არ არის, როცა ამ სიტყვებს ლაპარაკობს, ჯერ ჯვარცმა არ მომხდარა. აბა რა ჯვრის აღებაზეა ლაპარაკი, ბუნებრივია, თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა. ჯვარცმის აღება ქრისტეს არ მოუგონია. როცა რომის იმპერიამ კართაგენი აიღო ქრისტეს შობამდე პირველ თუ მეორე საუკუნეში, ყველაზე სასტიკი საწამებელი იარაღი კართაგენიდან, ანუ აფრიკიდან შემოიტანეს რომაელებმა რომის იმპერიაში. მანამდე იყო ჩამოხრჩობა, მანამდე იყო რაღაც გარკვეული წამება, მაგრამ ყველაზე სასტიკი წამება იყო ჯვარცმა. და როცა გამოუტანდნენ განაჩენს ადამიანს ჯვარცმისას, ჯალათი ეტყოდა ადამიანს, ეხლა აიღე ჯვარი, აბა წამოდი ჩემთან ერთად და ვიყავდათ რომ ჯვარს ეცვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტე გეუბნება, რომ უარყავ თავი თვისით და აღიღე ჯვარი, რომ შენ ჩემთან ურთიერთობაში ყველაფერი უნდა დაივიწყო. უკან უნდა გადაწიო ცოლი, უკან უნდა გადაწიო შვილი, უკან უნდა გადაწიო სამშობლო, ყველაფერი უკან უნდა დარჩეს და შენ უნდა გამომყვე მე. ეს არის ძალიან საინტერესო. ვინც სახნისზე ხელს სწავლებს და უკან იყურება კიდე ლოთისცოლივით, ის არ არის გაყოლილი ქრისტეს. აი ათონზე, როცა ვინმე შევა ათონზე და ავა, იქ ეუბნებიან ბერები, შენ შეწყვიტე ფიქრი შენ სახლობლებზე, ღმერთი იწყებს ფიქრს მასზე. თუ შენ აგრძელებ ფიქრს შენ სახლობლებზე, შენ ესე იგი აქ ტყუილად იქნები და ვერ გაჩერდები, მოგენატრება, სევდა დაგეუფლება და მოგიწევს არც აქ იქნები და არც იქ არ იქნები. და თუ შენ შეუდგები ღმერთს, ხლა არ იფიქროთ რომ ღმერთი ეგოისტია და გეუბნება რომ ყველა დაივიწყე. არა, თუ ოჯახის უფროსი, დედა და მამა შეუდგებიან ქრისტეს, მისი შვილები, მისი დედმამის შვილები, მისი ოჯახის წევრები ყველა უკვე ჩაბარებულიყავ ღმერთს. და ესე აღარ დაურეკავთ 24 საათში 24 ჯერ თქვენ შვილებს, სადა ხარ, რას აკეთებ, ჩქარა მოეთრიე სახლში. თუმცა შენ ჩაბარებული ხარ ღმერთს და შენი თავი უკვე ღმერთშია და ღმერთთან ახარ, აღარ გეშინია არაფრის და იცი რომ ღმერთი შენ მეუღლეს, შენს შვილებს, შენს ახლობლებს დაიცავს. აი რას ნიშნავს, რომ შემომიდექი მე და ვინ არის შედგომილი? აბა დაუკვირდეთ კარგად. ნახევარტაძარი ახლა ვინც ხო ეზია უკვე წავიდა, გაიქცა რომ საქმეები აქვს. როცა შენ შედგომილი ხარ, არავინ და არაფერი არ გახსოვს ღმერთის გარდა. როგორც აი მართა და მარიამის მდგომარეობა იყო, მარიამი იჯდა პირდაღებული და უყურებდა ღმერთს და მართა ემსახურებოდა და რა უთხრა ქრისტემ რომ შენ ამან ყველაზე კარგი ნაწილი გამოირჩიაო. რა თქმა უნდა, მართა მსახურებას კარგია, მაგრამ უპირატესია მარიამის მსახურება. და ვინ არისო? დედაჩემი და ჩემი დედმამიშვილები, ვინც ისმენს და ასრულებს ღვთის სიტყვას. ნახეთ რას ამბობს ქრისტე ღვთისმშობელზე და თავის დედმამიშვილებზე წინ დააყენა ის ხალხი, ანუ ჩვენ, ვინც ვისმენთ და ვასრულებთ ღვთის სიტყვას. ამაზე მეტი რა უნდა გითხრას ღმერთმა? აი ამაზე დიდი შეიძლება რომ ამე რომ ღვთისმშობელზე წინ დაგაყენა შენ, თუ შენ უსმენ და ასრულებ ღვთის სიტყვას. აი ეს არის შედგომა, რომ შენ უკვე უკან აღარ იყურები და შენ შეუდექი ღმერთს და შენ რო შეუდექი, შენი ოჯახის წევრებიც უკვე შედგომილები არიან ქრისტეს. და მეოთხე, გამომყვეს მე. გამომყვეს მე და არა ბუდას, არა მუჰამედს, არა ზოროასტრს, არა ბიძინას, არა მიშას და ასე შემდეგ. კიდევ ვინ გამოჩნდება? ღმერთმა იცის ძალიან წყინს, ჩემო ძვირფასებო, როცა ღმერთი ხედავს რომ შენ
ვიღაცის იმედი გაქვს მის გარდა. ძალიან დიდი ცოდვაა ეს და საქართველოს და მთელი სოფლიო ამ ცოდვაშია უკვე ყველა არჩევნების წინ, ამ დილემის წინაშე ვდგებით ჩვენ. განა არჩევნებზე არ უნდა წახვიდეთ და განა პრეზიდენტი და მეფე არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ ღმერთზე მეტად არ უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ ამბობენ წმინდა მამბები, რომ ძალიან ეჭვიანიაო ღმერთი და ეჭვიანია შენთვის, რომ შენ როცა ღმერთზე წინ აყენებ სხვას, ანუ ის მისი იმედი გაქვს. და როგორი იმედიც გქონდათ, ისეც მოგვემართა ხელი, მე თქვენ გონი მე ამ ყველაფერს აღარ მინდა დაგზაბოთ და ვინმეზე ეხლა თქვა რაღაცა ცუდი თქვა, მაგრამ თქვენ ხედავთ ამ ყველაფერს, მე რამდენად უნდა განვიცადოთ ფიასკო, ხო? ერთხელ და სამუდამოდ. ქრისტე გვერდზე გავწიეთ ბევრჯერ და მივყვებოდით ვიღაცა ჩვენნაირ ადამიანებს. ამიტომ ქრისტე ამბობს, რომ მე გამომყევით და განსაკუთრებით მარხვაში ხდება გაყოლა ქრისტესი. ეხლა რას ნიშნავს გაყოლა ქრისტესი? მე წინა ქადაგებაზეც გითხარით, რომ ჩვენთვის ქრისტე არის შესამოსელი. ქრისტე არის სახლი, ქრისტე არის კარი, ქრისტე არის საკვები, ქრისტე ყველაფერია ჩვენთვის, ანი და ჰოვე და დაბადება და გარდაცვალება, ყველაფერია, მაგრამ აი კონკრეტულად, რადგანაც მარხვა მე ადრე გირჩიეთ თქვენ, რომ ივან ოქროპირის ჰომილიები არის გამოსული, უკვე 15 ტომია მე მგონი გამოსული, ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებად ქადაგებს და თან ყველა ქადაგება არის დიდ მარხვაში წარმოთქმული და ჩაწერილი. მაშინ დიქტოფონები არ იყო და ინტერნეტი არ იყო და მადლობა ღმერთს, რომ იყვნენ ხალხი, ვინც ამბობდნენ, როცა გესმისო ივან ოქროპირის ქადაგება, ტანისამოსი შემოიხია და დაიწყე წერაო, რომ არ დაგავიწყდეს, რას ქადაგებს ეს ადამიანიო. და ბედნიერება იქნებოდა, რომ მაშინ ჩაწერილი ყოფილიყო, ესე თქვათ, ის დიდებული წმინდა სიტყვის განმარტებები, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს საშუალება, რომ თანამედროვე ენაზე ეს ყველაფერი წავიკითხოთ და მე-15 ჰომილია უკვე მე 14 წავიკითხე, იმდენად საინტერესოა, ნელა ვკითხულობ და მე-15 ჰომილიაში, ასე თქვა, დაბადების წიგზე მსჯელობს ივან ოქროპირი, მეორე თავის მე-20-22 მუხლებია და იქ ამბობს, მარხვაში მიმართავს ჩვენაირ ქრისტიანებს. აი რა უნდა მოუხერხოთ ენას, რა უნდა მოუხერხოთ სმენას, გონებას, ხელებს და ფეხებს. აღარ დაგღავთ, ეხლა მოკლედ გეტყვით. ენა ყოველთა ღმერთის სადიდებლად და მისი ქების სათქმელად ვავარჯიშოთ. ჩვენი ერა რაზე ვარჯიშობს? ხო, მოგესწრებათ, რაზე ვარჯიშობს? რა ხდება აქეთ, რა ხდება იქით, სოფლიოში, წყალქვეშ, კოსმოსში, მეზობლის ოჯახში, ყველაფერი ენა ავარჯიშეთ რაზე? ღმერთო, დიდება შენ და უფალო შემიწყალე და რაც შეიძლება ეფრემასულის ლოცვები და რაც შეიძლება ნელა და გასაგებად ისაუბრეთ. ძალიან გთხოვთ, რომ ტყვიან ფქვევით ნუ ილოცებთ რა. აი თქვენ ერთხელ ჩაიწერეთ თქვენი ლოცვა და ვინმეს მოასმენთ, საშინელება იქნება ის. ის ლოცვა არ არის. ძალიან ნელა, ძალიან გარკვევით და ყველა სიტყვაში ჩააქსოვეთ გრძნობა. არა, ეს ეხლა მსახიობურად რაღაც არ დაიყვანჭოთ სარკესთან და რაღაც მასხარები არ გავხდეთ, ხო? ნელა, წყნარად და მშვიდად. ყველა შენი სიტყვა შენ თვითონ გაიგე. შენ თვითონ თუ არ გესმის ღმერთს არ ჭირდება. ეს არის შეურაცხყოფა, როცა გონება გაფანტული ლოცულობ, როცა ყვირი ხარ, როცა ჩქარობ და ასე შემდეგ. ანუ ენა ავარჯიშეთ ღვთის სადიდებლად და თუ შენ უკვე კარგად ილოცე და წაიკითხე, გადი მეზობლებთან, ახლობლებთან და იქადაგე, ოღონდ ისე იქადაგე, რომ არ დააბკოლოს ხვები. სმენა ღვთის სიტყვის სასმენელად და შესაწირავად ღვთის სიტყვის სასმენელად და გავამახვილოთ ჩვენი სმენა. ანუ მოვისმინოთ ღვთის სიტყვა. სახარება იქნება თუ განმარტებები იქნება. დღეს რა ბედნიერები ვართ, სოციალურ ქსელში უამრავი ქადაგებაა დადებული, თქვა, თუ შენი მოძღვრის ქადაგება არ მოგწონს, სხვა მოძღვარს მოусმინე, პატრიარქს მოусმინე, ეპისკოპოსს მოусმინე. რუსეთში ქადაგებენ ძალიან ბევრი კარგი მოძღვარი, უამრავი რამეა ჩემო ძვირფასებო. და ყოველ დღე აი კურთხევას გაძლევთ, რჩევას გაძლევთ, რომ ერთი თავის ახარება წაიკითხეთ და ერთი მამაოს ქადაგებას მოусმინეთ, რომელსაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ. მე არ გეუბნები, მაინც და მაინც ეს უნდა იყოს ნარიყალას მოძღვარი არა. ნებისმიერი მართლმადებელი მამაო, თუ რამე ვერ გაიგე, კითხე შენ მოძღვარს, რომ აი ეს მამაო ეს როგორ თქვა, ის როგორ თქვა. თუ გეზარება, წაიკითხე კომენტარები. ძალიან ბევრი წიგნები არის გამოსული და აუცილებლად წაიკითხე. გონება სულიერ საკითხებზე ფიქრით დავტვირთოთ. ნახეთ რა საინტერესოა. სულიერ საკითხებზე ფიქრით დავტვირთოთ. სულიერი საკითხები რა არის? სულიერი საკითხები არის, ეხლა მე რო ახსარებას ვიტყვი ან თქვი, ნეტა სწორად ჩამოვაყალიბე, ნეტა რამე ხო არ გამომჩა,
მეტა ყველა ცოდვას მივაგენი, რომელიც ჩემშია, თუ კიდე რაღაცა დარჩა. მამაოს რო უთხარი, კარგად გაიგო მამაომ, რაზეც უთხარი, მე რაზე ველაპარაკე, მამაო მიხვდა ჩემ სულიერ მდგომარეობას, თუ უფრო უკეთესად მივიდე და კიდევ ესაუბრო. რა მჭირს მე? ეს არის პირველი სულიერი ნაბიჯი, ჩემო ძვირფასებო, ის არის რომ ზღვის ქვიშასავით აურაცხელ ცოდვას რო დაინახავ შენ თავში, ესე იგი სწორად ვითარდები და არა ისე თქვენ როგორც ამბობ, სათქმელი არაფერი არ მაქვს მამაო ვეზიარო? რას ლაპარაკობ კაც? სათქმელი იმდენია, როგორ არაფერი არ გაქვს, მაგრამ ეხლა ეზიარე, მაგრამ მერე მოდი და რო წაიკითხავ კარგად ივანე ოქროპირის გადაგებელს, აი ნახავ მერე რომ რამდენი რამე გექნება სათქმელი. იმიტომ არა გაქვს სათქმელი არაფერი, რომ ვერაფერს ვერ ხედავ შენ თავში. გონია რომ ხორცი არ გიჭამია, ძისნაწარმი არ გიჭამია და კაი გოგო ხარ და კაი ბიჭი ხარ და მეტი არაფერი. აი ეს არის სულიერ საკითხებზე ფიქრი. დაიმახსოვრეთ რომ მარხვაში ძალიან გული მწყდება, მაგრამ ერთ ადამიანს არ გითქვავთ რომ რა წავიკითხო ან რას მოусმინო. მარტო ეს მეჭმება, ეს არ მეჭმება და მარტო ამაზე არის საუბარი. ფიქრები, ფეხები, ჯერ ხელები. ხელები მოვიხმაროთ არა მისატაცებლად მომხეჭველობისთვის, არამედ მოწყალების გასაღებად. მე არ ვიცი, ადრე მარხვა რო დაიწყო თქვენ გახსოვთ თუ არა, მე გითხარით რომ აუცილებლად მარხვაში ოქროპირი გვასწავლის, როცა თქვენ არ მიირთმევთ ხორცს, იმ ხორცის საფასურად სოიოს კატლეტები კი არ უნდა იყიდო და სოიოს ნუგბარი კი არ უნდა იყიდო, ჩაანაცვლო, უფრო ძვირიღის რო იცოდეთ. არამედ ეს მოწყალების სახით უნდა გასცეთ. და ყველას არ უნდა დაანახოთ, როცა მოწყალებას გასცემთ. როცა მოწყალებას გასცემთ, სიბძნეს ზირაქისაში წერია, გაიოფლოს მოწყალება შენ ხელში, სანამ არ გაიგებ კარგად ვის აძლევ. ანუ არ გაანიაოთ ეს თანხა, და პატარა ბავშვებსო თანხა მისცე, ისინი ესეთ რამებს იყიდიან, შეიძლება უფრო ცუდი იყოს მათთვის. ვისაც პური ჭირდება, პური მიეცით, ვისაც ზეთი ჭირდება, ზეთი მიეცით და დარიგება მიეცით და ასე შემდეგ. ანუ მოწყალების სახით გაეცით, თანხა იქნება საჭმელი, საკვები, შესამოსელი და ასე შემდეგ. ფეხები ძალიან საინტერესოა და ეხლა ფეხები გავავარჯიშოთ არა თეატრებში, არა იპოდრომებზე და მავნებელ სანახაობებზე წასასვლელად. ეხლა არ იფიქროთ მე თეატრის წინ დავდივარ, მე დავდივარ თეატრში, მარხვაში არა. როცა კარგი სპექტაკლია და დამპატიჟებენ, ყოველთვის მივდივარ და ჩემი შვილებიც მიმყავ. ეხლა ეს რო წავიყიდე იპოდრომი, ვიღაცას გაუხარდება, რეგბზე შეიძლება რომ წავიდე და ფეხბურთზე. მარტო იპოდრომი წერია აქ, ხო? იპოდრომზე სულ არ დავდივარ და რა პრობლემაა? აი ამას წინათ ჩემო ძვირფასებო, გული წინაღამ არ გამისკდა. ორჯვრიანი არქიმანდრიტი, ხას ვამახვილე, ორჯვრიანი არქიმანდრიტი, სოციალურ ქსელში წერს, ყველანი რაგბიზე, დიდ მარხვაში, წარმოედგინეთ. დიდ მარხვაში, ეხლა ეს ივანე ოქროპირის დაანახავ, ფიქრობდი, რა დღეში ჩავარდებოდა, ხო? ეხლა არ იფიქროთ მე რეგბის წინააღმდეგი ვარ. ერთ-ერთი ასის ვარგი ვარ ქართველები, რეგბი და ძიუდოა მე მგონი. მაგრამ შედალოცილო, არქიმანდრიტეს უკვე ამის მერე არის უკვე ეპისკოპოსი ჩემო ძვირფასებო. კაი, შენ მიდიხარ ჩუმად მაინც წადი კაცო. ყვირი ხარ სოციალურ ქსელში, წინ გამარჯვებისკენ, ყველანი რაგბიზე. მივიდა როგორც მითხრეს, იქ პარაკლისი გადაუხადა ბიჭებს, ეთქვა მაგიტომ მოვიგეთ. და დაჯდა ტრიბუნაზე მაღლა არქიმანდრიტი და აბა შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე. დიდ მარხვაში ჩემო ძვირფასებო. ეს უკვე არის განგაში უნდა ავტეხოთ ამაზე. რეგბიში კი არ არის პრობლემა. თუ ასე ძალიან გიყვარს სახში დაჯექი და სახში უყურე მაინც და მაინც. რამდენს აფრკოლებ შენ ახლა ხო აქ წარმოიდგინე. და წისქვილის ქვა ჯობია ჩამოიკიდო რომ შენ ბერი დიდ მარხვაში მიდიხარ და ასე თქვათ უსტვენ ალბათი კვირი ხარ და ეს საშინელებაა. ეს არის ბოლო ჟამის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რომ ბერი ვითარცა ერი. პირდაპირ წერია ეს, რომ აი ბერი რო წარმოედგინეთ, თან არქიმანდრიტი რო დაჯდება და უბალეში გულშემატკივარი იქნება, თქვათ, ხო, იქ რაგბიზე, იქ რაღაცია ლაპარაკი და თან ამას კი არ მალავს, პირიქით ხვება ყველანი, თან სხვასაც ეპატიჟება, რომ წავედით ახლა და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება არ დამეთანხმოს და კიდევ ვიმეორებ, რომ მეტად ჩემნარად უყვარდეთ ქართული სპორტი, როგორც მე მიყვარს, მაგრამ ეხლა მეც მიუჯდე გვერდზე იმ არქიმანდრიტს და მეც ვიყვი, რომ აბა მე ბიჭებო მაგრად და აბა ყოჩაღად და ასე შემდეგ. ეს არის ჩემო ძვირფასებო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბერები გახდნენ უკვე ვითარცა ერის ხალხი და სახეზია, ხო? ის შეიძლება ხვალ ეპისკოპოსი გახდეს და მე ალბათ უფრო მეტ პარაკლისებს გადაიხდის და უფრო კარგ მდგომარეობაში იქნება ჩვენი ქართული სპორტი.
აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მე-4 საუკუნეში განჭვრიტა დიდმა იოანე ოქროპირმა. მაშინაც დადიოდა ხალხი დოღზე და იმ დროს რა სპორტიც იყო, იქაც ეთყობა დადიოდნენ მაშინდელი არქიმანდრიტები და სასულიერო პირები სხვა და ეს აწუხებდა ამ დიდ მამას. და ძალიან გთხოვთ, რომ თუ მარხვაზე ხარ, მუწახვალთ სპორტის საყურებლად, მუწახვალთ სანახაობებზე, მუწახვალთ დაბადების დღეებზე და საჭორაოდ და ასე შემდეგ. არამედ ამ დროს საჭიროა სიარული წირვა ლოცვაზე, მოწყალების გასაცემად, ქველმოქმედებისთვის, თავდაბლობისთვის და სიყვარულისთვის. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ, მშვიდობიანად გავაგრძელოთ დარჩენილი პერიოდი დიდ მარხვის და მარხვის მერე ერთად ვიაროთ შემოძვირფასებო ყველა კარგ ადგილებში. ჩვენთან არის ღმერთი.